ხო, ეს არის გეგმაზე. აი პირველი ეტაპი რა გქონია, ის ორი სათბური უკვე გვაქვს. მეორე ეტაპს ვამთავრებ 1 სექტემბერს და აქედან არის სათბური თუნელი. მიწოდებული დაბალი. ჩვენ ფასიურად ჯამში იქნება 13. 13 გექტარი იქნება. მიდროებია? კი, ბამდორია. My name is Vika and I'm from Israel. Oh, Israel, my friend. And I help to grow here and everything. We have the high technology. And we are going from 1 hectare. From 1 hectare? 1 hectare we're going to have 300 tons per season. Per season. Excellent, excellent. And Thank you very much. Perfect. And the taste of the tomatoes is very good. We have to taste it. We have to try it. Yes. განაწილება ყველაფერი. ეს არის 2.5 გექტარი, რომელიც თქვენი დახმარებით ჩვენ გავახორციელებთ. დამთავრდება 1 სექტემბერს, აქაც ვაპირებთ პომიდორს. ახლა უფრო მთავარი ჩვენთვის არის ეს 3.5 გექტარი. აი აგერ სარკმლის მშენებლობა ჩვენ უკვე დავიდეთ ჩვენ თავს და დავიწყეთ ეს. მშენებლობა 3.5 გექტარია და 10 გექტარი თუნელები. გახსოვთ ალბათ რომ აქ რამდენიმე თვის წინ ვიყופებოდი, მაშინ როცა უკვე მშენებლობა მიმდინარეობდა აქტიურად. ეს საწარმო შეიქმნა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და დახმარებით. ჩვენ ესე იგი ამ საწარმოს გაფართოებისთვის $2 მილიონ თანადაფინანსება გამოვუყავით. ეს არის ქართული ინვესტიცია. აქ როგორც ნახეთ, ესე იგი დღეში 10 ტონა პომიდორი მოყავთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეგიონისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ სწორედ ქართული წარმოების განვითარება და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნახეთ ალბათ რომ ესე იგი უკვე 3 ეტაპად ვითარდება ეს სათბური. მანამდე უნდა აღნიშნოს რომ ეს გეიზერული წყლები და ეს რესურსი იყო გამოუყენებელი, სახელმწიფო არ აქცევდა ყურადღებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავინტერესდით ამ რესურსით და ნახეთ ალბათ როგორ ეფექტურად ვიყენებთ. აქ ადგილზე დასაქმებული არის 45 ქალბატონი, თანამშრომლები არიან ესე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული, 120 ადამიანი მუშაობს უკვე მშენებლობაზე და ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ჩვენ ეტაპობრივად სულ რაღაც 2-3 წელიწადში შეიძლება ითქვას, უფრო მანამდეც ჩავანაცვლებთ მთლიანად იმპორტირებულ ბოსტნეულს და ეს პომიდორს, კიტრს და ასე. ეს არის მართლაც ეროვნული საქმე, ასე რომ ვილოცავ ამ კომპანიის მფლობელებს, ინვესტორებს, რომლებიც ძალიან გამორჩეულად პატრიოტები არიან და მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ გადაწყვიტეს რომ მათ შეეძლოთ რა თქმა უნდა სხვა ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ არიან ესენი მართლაც გამორჩეული ქართველი პატრიოტი ბიზნესმენები, რომელსაც გადაწყვიტეს ჩამოვიდნენ და აქ განახორციელეს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია. აქ ისრაელიდან არიან ჩამოსულები ტექნოლოგიები, ჩამოტანილი ასთავარი, ეს არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია. და სოფლიოში აპრობირებული და ეკოლოგიურად სუფთა პომიდორი მოდის და ეს არის ძალიან კარგი.